სტუდია მონიტორმა ძველი თბილისის უბნებში მრავალბინიანი სახლების მშენებლობების შესახებ გადაცემა გასული წლის ოქტომბერში მოამზადა. თბილისის ძველ უბნებში მშენებარე მრავალბინიანი სახლები, რამაც მოსახლეობა ჭრილში მოაქცია. მართლა გითხრა, ამას ნამდვილად ვერავინ ვერ დაუშვებდა, რომ ამ სიმაღლეს სახლს ამ ადგილას ააშენებდნენ. შოკის მომგვრელი იყო იმის გაგება, რომ ეს არის 9 სართულიანი სახლი, 45 ბინიანი, ამ ვიწრო პატარა ქუჩაზე. საერთოდ არ არის 45 ბინა. ქალაქის ცენტრში ასეთი მშენებლობები ერთდროს კანონგარეშე იყო. 2007 წლიდან თბილისის მერიამ მშენებლებთან სართულებზე ვაჭრობა დაიწყო. არქიტექტორები და ურბანისტები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამ კუთხით სასიკეთო ცვლილებებს ელოდნენ. თუმცა მათი მოლოდინი, რომ ქალაქის ისტორიული უბანი უფრო დაცული იქნებოდა, არ გამართლდა. აქ დაგეგმილი არის რამდენიმე ახალი მშენებლობა. ეს პროექტები ყველა შემოდიოდა ჩვენ საბჭოზე. ყველაზე პრობლემატური იყო ერთი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აი ამ ადგილას, წარმოიდგინეთ, აი ამ ისტორიულ ადგილას, აბანოთ უბანში, იქ სადაც თბილისი ჩაისახა, აქ მირზაშაფის ქუჩაზე, აი ამ მთას წარმოიდგინეთ, რომ ამოეფაროს 8 სართულიანი უზარმაზარი სიგანის დაახლოებით 4 სადარბაზოიანი შენობა. ეს არის კატასტროფა, ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. არქიტექტორ-ურბანისტი ირაკლი ჟვანია კულტურის სამინისტროში შექმნილი თბილისის ისტორიული ზონის დაცვის ურბანული საბჭოს წევრი იყო, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. ეს საბჭო ახალი ხელისუფლების მიერ 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ შეიქმნა, რომლის თანახმად საბჭო ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში ახალი მშენებლობების პროექტებს განიხილავდა და ნებართვასაც მშენებლობის შესახებ სწორედ ამის შემდეგ აძლევდა. 2012 წლის არჩევნებამდე მშენებლობის ნებართვებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემდა. კულტურის სამინისტროში ჩართული იყო მხოლოდ 3 ადამიანი და ამ საბჭოში, მაგრამ ეს იყო ძალიან უმცირესობა, იმიტომ რომ ძირითადად იყვნენ მერიის წარმომადგენლები და შესაბამისად არ ითვალისწინებდნენ კულტურის სამინისტროს თეორიულად იყო ეს, თორე არ ამგონია რომ მაშინ კულტურის სამინისტროს რაღაც განსაკუთრებული პრეტენზიები ქონოდა მერიასთან, იმიტომ რომ ეს ერთი გუნდი იყო. მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ კულტურის სამინისტრო უფრო ადეკვატური უწყება იყო, სადაც უნდა მომხდარიყო ამ ტიპის, ანუ ისტორიულ ზონაში მშენებლობების დამტკიცება. თუმცა, როგორც ახლა გამოჩნდა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება საბჭო. კულტურის სამინისტროში შექმნილი ურბანული საბჭოს წევრი იყო თამარ ამაშუკელიც. მისი თქმითაც ყველაზე მიუღებელი მირზაშაფის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტები იყო. საბჭომ ინვესტორებს პროექტის შეცვლის რეკომენდაცია რამდენჯერმე მისცა, რადგან ქალაქის ისტორიული ცენტრისთვის ეს თანამედროვე ტიპის შენობები შეუფერებლად მიიჩნიეს. მირზაშაფის ქუჩაზე, სადაც 5 პროექტია და რომლის განხორციელება კატასტროფას გამოიწვევს, არა მარტო ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის თბილისის გული და თბილისის ყველაზე ძველი უბანი და ამას ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილო და აქ ასეთი მასშტაბური კორპუსების ჩადგმა სრულიად მიუღებელია, არამედ ურბანული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი უბანი და მე არ ვიცი მაგალითად სად გამოვა ეს მანქანები, ანუ ეს როგორ აღმოჩნდება, რომ აბანოთ უბანი იქნება ერთ-ერთი მაგისტრალი. კულტურის სამინისტროში ახლად შექმნილი საბჭო სწორედ ინვესტორების ინტერესებს შეეწირა, ასე ფიქრობენ ახლა უკვე ყოფილი წევრები. როგორც აღმოჩნდა, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი უკმაყოფილო ინვესტორი დაგვიგროვდა, ასე ვთქვათ, რომლებიც განაწყენიანებული იყვნენ იმითი, რომ მათ აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ ძველი პრინციპებით, მათ აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა მთაწმინდის ფერდობზე, აბანოთ უბანში, ძველ თბილისში აეშენებინათ მრავალსართულიანი მაღალი მშენებლობები. ასე ვთქვათ, უკმაყოფილება გარკვეული, ასე ვთქვათ, მინიშნებებით,
გარკვეული ტექსტებით გახდა ცნობილი, რომ უკვე მთავრობის დონეზე ეს ინვესტორები ჩიოდნენ თითქოს ეს საბჭო მათ ხელს უშლის და ხელს უშლის ქალაქს ინვესტიციების მოზიდვაში. კულტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი თემურ ჩიხრაძე ურბანულ საბჭოსთან კონფლიქტს ადასტურებს. პრობლემები, რა თქმა უნდა, ძველი საბჭოს მუშაობაში იყო. თან დიდი რაოდენობით. რადგან 10-დან, თქვა 9 შემთხვევაში სრულიად მე ვფიქრობ, რომ არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას იღებდა საბჭო. დაუსაბუთებელს. მაგალითად შემოდიოდა პროექტი, იმ პროექტს ზედაპირულად გადახედავდა საბჭო და ესე დაუსაბუთებლად უარსებუნებოდა. ანუ რეკომენდაციასაც კი არ აძლევდა განცხადებელს თუ როგორ გამოესწორებინა ხარვეზი ასეთი არსებობის შემთხვევაში. კონკრეტულ მაგალითს ვერ გეტყვით, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უარსებუნებოდნენ განცხადებელს, რომ არ მოსწონდათ შენობის ფერი, მაგრამ არ ეუბნებოდნენ რა ფერი ყოფილიყო ეს შენობა. საბჭო 2 თვის წინ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა გააუქმა. სხვათა შორის ასეთი კომენტარიც გააკეთა, რომ ეს საბჭო განიხილავდა ამ პროექტებს მხოლოდ ერთი კუთხით, მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. სასაცილოა, მარტივად რო ვთქვათ, სხვა რა კუთხით უნდა შეხედოს თბილისის ისტორიული ზონის დაცვის ურბანულმა საბჭომ, რომელიც არის კულტურის სამინისტროში, სხვა კიდევ რა კუთხით უნდა შეხედოს არქიტექტურულ პროექტებს თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ამ ახალი პროექტების ამ ისტორიულ უბნებთან შესაბამისობის კუთხით. საბჭოს გაუქმება დღის წესრიგში დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძირითადი უფლებამოსილებები, რაც სამინისტროს გააჩნდა, გადაეცა სააგენტოს. სააგენტოს აქვს გაცილებით დიდი რესურსი. თავის თანამშრომლებიდან გამომდინარე, იქ არის თავმოყრილი ამ დარგის სპეციალისტთა უმრავლესობა. როგორც სტუდია მონიტორმა გაარკვია, კულტურის სამინისტრომ გააუქმა ძველი თბილისის ურბანული საბჭო და მისი ფუნქციები კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოში შექმნილ საბჭოს დააკისრა. თუმცა როგორც აღმოჩნდა კულტურის სამინისტროში, პარალელურად იქმნება კულტურის მინისტრის სათადბირო ორგანო, რომელსაც სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლის უფლება ექნება. ისინი ამბობენ, რომ საბჭო, რომელიც იყო კულტურის სამინისტროში, ეხლა გადავა სააგენტოში და ამაში არაფერი არ არის საგანგაშო. იმიტომ რომ დელეგირება მივეცით უფლებების სააგენტოს. მაგრამ ამის პარალელურად თქვეს, რომ სამაგიეროდ ჩვენ შევქმნით უწყებათა შორის საბჭოს არაპროფესიულს, რომელიც ამ საბჭოს გადაწყვეტილებებზე მაღლა დადგება. აი რა შეასაქმე. ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს იკომოს საქართველოს გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე საფრთხეს სწორედ ამ სათათბირო ორგანოში ხედავს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვაპირებთ კულტურული მემკვიდრეობა ხშირ შემთხვევაში გავწიროთ ეკონომიკური მოკლევადიანი სარგებელისთვის. ეს არის უკვე პოლიტიკა. საბჭოში წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობის კანცელარია და სამინისტროს 3 წარმომადგენელი. მინისტრს შეეძლება გააუქმოს მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება. თუ სადადბირო ორგანომ ინვესტორების ინტერესების გათვალისწინება დაიწყო, შეიძლება ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში უარესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე აქამდე. ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში, მკაცრი განაშენიანების ზონებში, კოეფიციენტებით ვაჭრობა საკრებულოს 2007 წლის გადაწყვეტილებით დაკანონდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ყველა უბანში მშენებლობის რეგულაციები არსებობს, ინვესტორს თანხის გადახდის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს სართულები დაამატოს. 2014 წლის დასაწყისში საკრებულოს ხდომაზე კოეფიციენტების გაყიდვის შესახებ კანონის მორატორიუმი მოითხოვეს. თუმცა საკრებულოს დღემდე ეს საკითხი არ განუხილავს. სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ განხორციელებული მშენებლობები მოხდა სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებაში. ერთ-ერთი ასეთი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა, რომელმაც მთაწმინდის ხედი დაამახინჯა, პირველი სკოლის უკან აშენდა. ჩვენ გვაქვს მამა დავითი თავის ფუნიკულორის ზედა პლატოზე საზღვრით,
რომელიც ჩემი ქალაქის ემბლემას წარმოადგენს თანამედროვე ქალაქის ისევე, როგორც ნარიყალა ისტორიული ქალაქის ემბლემას წარმოადგენს ნიშანს. და აი ეს პირველი სკოლის უკან სწორედ აშენებული შენობა, რომელსაც თლიანად დააფარა მამადავითის მთა. ჩვენ დავინტერესდით, რა თანხა გადაიხადა ბიუჯეტში მშენებელმა ქალაქის ისტორიული იერსახის შეცვლისთვის. აღმოჩნდა, რომ დამატებით სართულებში ინვესტორმა მხოლოდ 119,126 ლარი გადაიხადა. რუსთაველის გამზირიდან თუ შევხედავთ, სწორედ აი ეს ზედმეტი 6 სართული მოჩანს პირველი სკოლის თავზე. ანუ წესები იქ ადგენდა ზუსტად იმ სიმაღლეს, რომ ის არ უნდა გამოჩენილიყო რუსთაველის გამზირიდან, ანუ ამოზიდულიყო ესე უხეშად პირველი სკოლის უკან. სასაცილო არის ის თანხა, რაც გადახდილია ბიუჯეტში აი ამ დამატებითი სართულების აშენების ნებართვის მისაღებად. 120,000 ლარად ჩვენ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს პირველი სკოლის უკან და თუ შევხედავთ რა ღირს 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ამ შენობაში, ძალიან მარტივი გამოთვლით მივიღებთ, რომ აი ამ დამატებითი 6 სართულის ფასი არის ამ შენობაში გასაყიდი მხოლოდ 40 კვადრატული მეტრის შესაბამისი. ერთ ოთახიანი ბინის ფასად ამ შენობაში ინვესტორმა მერიისგან მიიღო ნებართვა, დაედგა დამატებითი 6 სართული. არადა როგორც ჩვენ გავარკვიეთ, კაპიტალ ვოსტოკის ახალ აშენებულ სახლში 1 კვადრატული მეტრი ფართი $3,000 ღირს. ბინასთან დაკავშირებით გაწუხებთ, მაინტერესებს პირველი სკოლის უკან რომ არის, ხომ? რა ღირს კვადრატული ან $3,000. ასევე მიზერული აღმოჩნდა ბიუჯეტში შეტანილი თანხა ცხეთის ქუჩაზე მშენებარე სახლის შემთხვევაშიც. ამხანაგობა 2 სართულიანი სახლის ნაცვლად 9 სართულიან სახლს აშენებს. როგორც აღმოჩნდა, დამატებით 7 სართულის აშენების ნებართვაში 20,000 ლარი გადაიხადა. როგორც სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოგითხრობდით, პუშკინის ქუჩაზე არქიტექტორ ზალცმანის 3 სართულიანი სახლის ნაცვლად 7 სართულიანი მრავალფუნქციური სახლი აშენდა. მერიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კოეფიციენტის მოსაკრებელი მშენებელმა კომპანიამ 352,000 ლარი 2014 წლის მეორე ნახევარში უნდა დაფაროს. ურბანისტები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკით ინვესტორები წაახალისოს, მომავალში თანამედროვე შენობების ინტენსიური მშენებლობები დაიწყება და შიშობენ, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილი კიდევ უფრო განადგურდება.